ირანმა ქაოსი გამოიწვია სპარსეთის ყურეში, როდესაც ქუვეითსა და ბაჰრეინზე რაკეტები და დრონები გაუშვა. და ამ 4 შაბათს 2026 წლის 3 ივნისს შეერთებული შტატების პასუხი სწრაფი, პირდაპირი და მძიმე იყო ირანის ტერიტორიაზე მდებარე ქაშმირის კუნძულზე. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა რეგიონალური თავდასხმა ძალის დემონსტრაცია ექცია. ამერიკული ყოფლის დაკავშირებულ ტერიტორიებზე მიიტანა იერიში, სპარსეთის ყურის მოკავშირეებზე ზეწოლა მოახდინა და ღამის შუაგულში სირენები აამუშავა, მაგრამ ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდა. ქუვეითის, ბაჰრეინისა და შეერთებული შტატების თავდაცვა მოქმედებაში ჩაერთო. რაკეტები ჩამოაგდეს, ან გზაში მცხოვრიდან გამოვიდა. დრონები კი რეგიონულ წყლებზე ჩამოაგდეს. ვაშინგტონმა უპასუხა თავდაცვის მიზნით ირანის სამხედრო სტრუქტურაზე თავდასხმებით, რაც ცდილობდა ირანი დაემტკიცებინა ქუვეითისა და ბაჰრეინის დამიზნებით. რატომ აირჩია რევოლუციურმა გვარდიამ სწორედ ამერიკასთან დაკავშირებულ ბაზებზე დარტყმა? როგორ უპასუხებენ დონალდ ტრამპი და ამერიკის სამხედრო სარდლობა, თუ ირანი ამ თამაშს გააგრძელებს? ახვავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. თავდასხმა მაშინ დაიწყო, როცა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვა ირანიდან ყურის მიმართულებით სამიზნეებზე. ქუვეითი განგაშზე გადავიდა აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურების შემდეგ. ბაჰრეინმაც ჩართო სირენები და მაცხოვრებლებს ურჩია უსაფრთხო ადგილები მოეძებნათ. პოლიტიკური მიზანი, რა თქმა უნდა, იყო იმ ქვეყნებზე ზეწოლა, სადაც ამერიკული სამხედრო ძალებია განთავსებული და იმის ჩვენება, რომ თეირანი კლავაც შეუძლია დაძაბულობის გავრცელება. მაშინაც კი, როცა უკვე კვირებია დაპირისპირება საზღვაო ბლოკადა და მყიფე ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები მიმდინარეობს. ქუვეითი კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან მასში განთავსებულია ამერიკული ძალები და ის სტრატეგიულ წერტილად ითვლება სპარსეთის ყურის უსაფრთხოებისთვის. პირველი ცნობები მიუთითებდა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმაზე, ხოლო საჰაერო თავდაცვა ცდილობდა ცაში მუქარის განეიტრალებას. ქუვეითის მთავრობამ განაცხადა, რომ აფეთქებების შესაძლოა მტრულ სამიზნეებზე თავდაცვითი რეაგირების შედეგი ყოფილიყო, ხოლო მოსახლეობას მიეცა მითითება დაეცვათ უსაფრთხოების ზომები. დედაქალაქის რეგიონი და მგზნობიარე ობიექტებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები მაქსიმალურ მზადყოფნაში გადავიდა. ბაჰრეინი იგივე დაშინების ტაქტიკით დაზარალდა. ქვეყანაში განთავსებულია შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი, რომელიც ამერიკული ყოფნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოს წარმოადგენს სპარსეთის ყურეში. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა ოპერაცია შურისძიებად წარმოეჩინა და განაცხადა, რომ სამიზნედ ამერიკელებთან დაკავშირებული სამხედრო ობიექტები აირჩია. თუმცა შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ თავდასხმებმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა ამერიკულმა, უკრაინულმა და ბაჰრეინულმა თავდაცვამ გაანეიტრალა, ხოლო სხვა გაშვებულმა რაკეტებმა ვერ მოახერხეს იმ ეფექტის მიღწევა, რომლის ჩვენებაც თეირანს სურდა. ამერიკის პასუხი მალევე მოჰყვა ირანის სამხრეთში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან რეგიონალურ მეზობლებზე და სამოქალაქო გემებზე თავდასხმის შემდეგ მათ თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელეს. კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მდებარეობს ზონაში, რომელიც დაკავშირებულია საზღვაო კონტროლთან, ნავთობის ტრანზიტთან და ირანის სამხედრო გადაადგილებასთან. ვაშინგტონმა ეს შემთხვევა უბრალოდ სიტყვე პროვოკაცია დარჩათვალა. მან ეს აღიქვა როგორც პრაქტიკული აგრესია და შესაბამისი პრაქტიკული პასუხი გასცა. ირანისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა მხოლოდ სამხედრო არ ყოფილა, ის ასევე ნარატივის დონეზეც იყო. თეირანმა სცადა გამოეცხადებინა ზუსტი და კონცენტრირებული ოპერაცია ამერიკულ ბაზებზე, მაგრამ ამერიკული ვერსია სხვა სურათს აჩვენებს. გზაში დაშლილი რაკეტები, წარმატებული გადაჭერები, ჩამოგდებული დრონები და არც ერთი დაღუპული ამერიკელი სამხედრო. რევოლუციურმა გვარდიამ ძალის დემონსტრირებას სცადა, მაგრამ საბოლოოდ გამოავლინა სისუსტეები, იმპროვიზაცია და სასოწარკვეთა ესკალაციაში, რომლის შექმნაშიც თავადაც მონაწილეობდა. დაძაბულობა ზღვაშიც გავრცელდა. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ჩამოაგდეს თავდასხმითი დრონები, რომლებიც სამოქალაქო გემებზე იყო გაშვებული რეგიონულ წყლებში. ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხომალდები. ახალი თავდასხმების ტალღამდე ამერიკულმა ძალებმა შეაჩერეს ბოტსვანის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ირანისკენ მიემართებოდა და სავარაუდოდ აშეთეშოს საზღვაო ძალების მრავალჯერადი ბრძანება უგულებელყო. ვაშინგტონისთვის ეს ქმედება ირანის მცდელობის ნაწილია, რათა დაარღვიოს შეზღუდვები და სტრატეგიული ნაკადი შეინარჩუნოს საზღვაო ბლოკადის მიუხედავად. თეირანისთვის გემის შეჩერება შურისძიების საბაბად იქცა, თუმცა ირანის პასუხმა სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნები დააზარალა და სამოქალაქო ნავიგაციას შეუქმნა საფრთხე, რაც კიდევ უფრო ზრდის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიურ იზოლაციას.
ქუვეითი და ბაჰრეინი შემთხვევით არ აურჩევიათ. ეს ორი ქვეყანა იმ უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რეგიონში შექმნა. პრობლემა ირანის რეჟიმისთვის ის არის, რომ დაშინებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიწვია. ამერიკელების ხაზის გარღვევის ნაცვლად თავდასხმამ გააძლიერა შეხედულება, რომ სწორედ თეირანია ცეცხლის შეწყვეტის ჩაშლისა და სამოქალაქო მარშრუტების დამუქრების მიზეზი. ცენტრალურმა სარდლობამ ეს ქმედება ცეცხლის შეწყვეტის დროს გაუმართლებელ აგრესიად და მუქარად შეაფასა. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის პოლიტიკურ საფუძველს ახალი პასუხებისთვის, ახალი სანქციებისთვის, ახალი იზოლაციისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გაზრდილი ყოფნისთვის სპარსეთის ყურეში. ავიაკრიზისიც გამწვავდა. ბაჰრეინმა უსაფრთხოების მიზნით საჰაერო სივრცე დახურა და რეგიონში ფრენები გადამისამართა და დაგვიანდა. ქუვეითმაც ავიაციის სფეროში ზიანი განიცადა. საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დაზიანებები დაფიქსირდა და ოპერაციები დროებით შეჩერდა. ეს აჩვენებს, როგორ შეიძლება სამხედრო დემონსტრაციისთვის დაგეგმილი თავდასხმა პირდაპირ ზიანად იქცეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ავიაკომპანიებისთვის, ვაჭრობისთვის და მთავრობებისთვის, რომლებიც ნერვების ომის პირობებში მინიმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას ცდილობენ. ქუვეითზე თავდასხმამ კიდევ ერთი სენსიტიური საკითხი გამოავლინა. რეგიონის საჰაერო თავდაცვა რეალურ დროში მოწმდება. ირანის მიერ გაშვებული თითოეული რაკეტა აიძულებს რადარებს, გადამჭერი ბატარეებსა და ერთობლივ სარდლობებს წამებში მოახდინონ რეაგირება. როდესაც ნაწილი ჭურვებისა გზაში მარცხდება ან მიზნამდე მისვლამდე ვარდება, ეს ირანის ტექნიკურ შეზღუდვებს აჩვენებს. როდესაც სხვებს გზაშივე ანეიტრალებენ, ეს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატებისა და სპარსეთის ყურის მოკავშირეების თავდაცვითი ქსელი კვლავ აქტიურია. თეირანისთვის პოლიტიკური ღირებულება მაღალია, რადგან პროპაგანდა სიზუსტეზე საუბრობს, მაგრამ ვაშინგტონის მიერ ნაჩვენები შედეგები მარცხზე მიუთითებს. ამ სცენაში დონალდ ტრამპი ერთვება, როგორც პრეზიდენტი, რომელიც ვერ დაუშვებს, რომ ირანმა სპარსეთის ყურე შანტაჟისთვის თავისუფალ ზონად აქციოს. თეთრი სახლი იცის, რომ სისუსტის ნებისმიერი ნიშანი თეირანისთვის ახალ პროვოკაციებზე ნებართვად აღიქმება. ამ შემთხვევაში პასუხი სწრაფი იყო. ეს არ ყოფილა ხანგრძლივი გამოსვლა, ეს არ ყოფილა ცარიელი დაპირება. ეს იყო თავდასხმა იმ სამხედრო სტრუქტურაზე, რომელიც მუქარასთან იყო დაკავშირებული. ლოგიკა მარტივია. თუ რევოლუციური გვარდია მოკავშირეების წინააღმდეგ ხომალდებს უშვებს, შეერთებული შტატები რეჟიმის კონტროლისა და თავდასხმის შესაძლებლობებს ურტყამს. ირანი ცდილობს გაამართლოს შეტევა, აცხადებენ, რომ ამერიკული ქმედებების საპასუხოდ იმოქმედეს, რომლებიც მის სუვერენიტეტს არღვევდა. თუმცა კონტექსტი თეირანის წინააღმდეგ მოქმედებს. ყოველი წარუმატებელი შეტევის შემდეგ რეჟიმი კიდევ უფრო მეტ საფუძველს აძლევს შეერთებულ შტატებს, რომ შეინარჩუნონ ბლოკადა, გააძლიერონ პატრულირება, გააფართოონ საჰაერო თავდაცვა და დაარტყან სამხედრო ობიექტებს. რევოლუციური გვარდია შეიძლება ხმაურს ქმნიდეს, მაგრამ ხმაური გამარჯვება არ არის. გამარჯვება მოითხოვს სამიზნეში მოხვედრას, რეალურ ეფექტს და შემდეგი ნაბიჯის კონტროლს. ჯერჯერობით თეირანმა დაიწყო შეტევა, მაგრამ ვერ მიაღწია წარმატებას. ნახა, როგორ ჩამოვარდა დრონები და მიიღო პასუხი საკუთარ ტერიტორიაზე. ეხლა სპარსეთის ყურეში სიტუაცია უფრო საშიშ ფაზაში შედის, რადგან ყოველი ახალი გასროლა შეიძლება ახალი თავდასხმების ტალღას გამოიწვევს. თუ ირანი გააგრძელებს ქუვეითის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ან სამოქალაქო გემების წინააღმდეგ მოქმედებას, რეაქცია უფრო მასშტაბური იქნება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ დაიცავენ საკუთარ ძალებს, რეგიონალურ მოკავშირეებს და საზღვაო მარშრუტებს. ყურის ქვეყნები ასევე არ არიან დაინტერესებული, რომ გახდნენ რევოლუციური გვარდიის მძევლები, რომელიც ცდილობს შიდა პრესტიჟის გადარჩენას ბნელში გაშვებული რაკეტებით. თავდასხმა ასევე ზეწოლას ახდენს დიპლომატიაზე. სანამ ზოგიერთი არხი ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებზე საუბრობს, სამხედრო ვითარება სხვა რეალობას აჩვენებს. სტაბილური გარემო არ არსებობს მაშინ, როცა ერთი მხარე მეზობლებს რაკეტებს ესურის და შემდეგ ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის თავშეკავება. ნდობა ინგრევა მაშინ, როცა რეჟიმი ერთსპირდება და სხვას აკეთებს. სპარსეთის ყურეში ღამემ ერთი მარტივი გაკვეთილი გვაჩვენა. შეერთებული შტატებისასა და მისი მოკავშირეების პროვოცირება შეიძლება თეირანში პროპაგანდას მოიტანოს, მაგრამ ასევე შეიძლება რეგიონში მკრისიერი პასუხი მოჰყვეს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია მოგაწოდო. სიახლეების მულები აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.